ივანიშვილის შეცდომები აქციიდან აქციებამდე. გორის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება სოსო ვახტანგაშვილი. მას ვახტანგაშვილი ეძახიან ესენი დღეს ისე სოსო უბრალოდ ლაიცის. მას ხან დეპუტატთა სახელები და გვარები ერევა, ხანაც თარიღები და წელიწადის დრო. ივანიშვილის ტრიბუნის ორივე მხარეს დამონტაჟებული სუფლიორიც ვერ შველის. გურიაში მილიარდელმა იმაზე მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე ქუთაისსა და დედაქალაქში. ამ მომრჩეველს მიმართვის დროს ხშირად აბნევს. ამბობს ერთს და გულისხმობს მეორეს. ხაშურში მოგონება ვალერი გელბახიანი, ცნობილი ბიზნესმენი. ხაშური გელბახიანი გახდა საჩხერელი კაცი, რო ახლა და აი როგორ ამერია, მაინც საჩხერე რას მიშობა. ვალერი გელაშვილი გახდა და არაფერ შუაში არ არის გელბახიანი. რუსეთში გამდიდრებულ მილიარდელს სახელების და კოალიციის დეპუტატობის კანდიდატების გარდა რეგიონების დასახელებაც ხშირად ეშლება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა განაგიხადოთ წმინდა გურულებო და გამარჯვებით ის მოემზადეთ. გემშვიდობები და შემდეგი ჩვენი შეხვედრა იქნება სამხრეთიანეთი გველოდება 1 ივლისისათვის. სამხრეთიანეთი. დიდი ილიას სიტყვები ლექსად სიმღერით წარმოთქვა ჩვენმა მგოსანმა, ჩვენმა აკაკიმ. ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო. სანამ წინა საარჩევნო კამპანიას დაიწყებდა მოსახლეობისთვის ჭუის დარიგებას, ტელეეთერიდან ციტატებით და ლექსებით ცდილობდა. თუმცა მრავალ მხრივ განათლებულ ოლიგარქს პოეტები მწერლებში და კომპოზიტორებში ხშირად ერეოდა. მის მიერ ნათქვამი ბევრი სიტყვის მნიშვნელობა უცნობია. ეს არც ლიტერატურული ქართულია და არც სასაუბრო. თვითონ მეფენიც უძლევენ რომელთ უმაღლეს არც ღარის დაწინაში არც აღუდგეს. აი ამაზე მინდა მიგაყენოთ რაც ყველაზე კარგად იცოდი ზოგი ჭადის სახელი და იცდება თვითონ მეფენიც უმაღლეს შფოთუნდან დაიწყო აი ეს მინდა და მომეტანა შფოთუნდან დაიწყო როდის იქნება რომელს მიწასაც ჩვენი იყოს და აღეძვენ მამითისთვის ასდროს თქვა თვითგარი შფოთუნდან დუიან და გავიხსენო დიდი ილიას სიტყვები რომელიც ძალიან მოთხოვნი იყო ქართველებისადმი და მე მგონი ძირითადად ინტელიგენციას გულისხმობდა რომ საკმაო არ არის რომ კაცი მეცნიერი იყოს ამასთანავე იგი დიდი კაციც ამასთანავე იგი დიდი კაციც უნდა იყოს არა სწორი კაციც უნდა იყოს მოდამ ვაცხადებდი რომ არასდროს არ მოვალ პოლიტიკაში უხედავად ამისა მე კარგად გავერკვი ეს რუსულად მოაზროვნე ოლიგარქის პირველი პოლიტიკური და გრამატიკული შეცდომაა. აღელვებული ოლიგარქის საქმელს გამართულად ვერ გადმოსცემს. ხშირად ნათქვამის გამოსწორება უწევს, თუმცა მაშინაც იბნევა. შეცდომა პირველი. მიმართავ სასამართლოს ილუზია არ მაქვს, ჩვენი სასამართლოს ილუზია არ მაქვს, ჩვენი სასამართლოს ილუზია არ მაქვს, ჩვენი სასამართლოს, მაგრამ ეს ერთადერთი სწორი გზაა. შეცდომა მეორე. არჩევნებს, რომელებსაც ისინი აპირებენ ამ გზით, ჩემი გათიშვის გზით ჩაატარონ და რომ მივიდნენ თქვა თეორიულად დაუშვათ. შეცდომა მესამე. მე იძულებული ვიქნები მასთან დავждე მაგიდაზე. დიდი ალბათობით მე გეთანხმებით რომ ეს იქნება პუტინი. თქვა და ჩემს საკუთარ ტერმინებს ვიხმარებ ძალიან ხშირად ამბობს პუშინ საჯარო პალატის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე რომ გავაკეთოთ რეაქცია. ეს ილუზიაც უნდა გაჩვენებთ სახელმწიფო სტრუქტურებს, საკანონმდებლო თუ საშემსრულებლოს, რომ შემოიტანეს ფიზიკურმა პირებმა შემონაწილი პარტიაში და მე შეჯამებას ვაპირებ ცოდნის და ნავიზნის გაუსწორებელი ხასიათი. და აი კონტრილეთი. ეს აქვს? არა. ეს კითხვები აქვს მათ გოკაშვილებს. იცით რას გეტყვით? დაანებეთ ამ თემას არ. ეს თემა არის თითიდან გამოწვეული. სამ გავაიგიანოს და ნახნახევრად ნახნახევარი მივე. ამის მიხედვით საერთოდ არის ზოგადი ცნობები ეს. თვითონ მეფენის უმაღლეს პედოფილია, კარგი და არაკარგი, ცუდი და კარგი, ნიჭიერი და არანიჭიერი.
მოგზაურობაში სამჯერ ვეცინტერვიუ ერთ-ერთზე. მიუხედავად ამისა, მე კარგად გავერკვი შეშინებები, და როცა გინდათ თქვენ გაახმიანოთ ის რაც მე ვთქვი, და არავინ მაგას აღარ ჭამს. ეს ავღანისტანში და iraqში მოიხსენება. ესმის გენოციდიდან ოკუპირებული ესეთი რამს თქვა ბატონმა ელიანი. ეკას შემთხვევაში ისინი იზოლირებული გახდნენ სამართლებრივ მიზეზზე შემოსულიყვნენ. ეს იყო შიშის მიერ გამოწვეული სააკაშვილის შიშს დაფუძნებული მხოლოდ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ, რომელიც ეფუძნებოდა ერთი ადამიანის მხოლოდ შიშს დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, უჭირს გულსაც და უჭირს სხვა ორგანოებს. ასეთი იყო ამ კვირის მთავარი თემა ჩვენ ერთმანეთს მომავალ პარასკევს კვლავ ITV-ს ეთერში. ზუსტად 7 საათზე კვირის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებით შევხვდებით. მოვლენები, რომლებიც თქვენი ინტერესის საგანი ხდება. ფაქტები, რომლებიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. ისტორიები, რომლებსაც არ აქვს დასასრული. პოლიტიკა და პოლიტიკოსები ქართულ რეალობაში. ყოველ პარასკევს მხოლოდ ITV-ს ეთერში ჩვენ კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებზე მოგვიყვებით. ჩვენ თქვენთან ერთად გვქნით რეალობას.